Rakres, bicho, dagatref. Არა ვის არ დაუწია, გაიცი. არ დაუწია. იქა ვინ მოხდა? ეს ისამი რა. რა გადი ჟურნალისტი ვარ, ხელი გამიშვი. არ გადავა. მე მუშაობ. აი აქ ხელი წერტილი და მუშაობ. გასაგებია ხელს. მე გეხები, აი ნახე. არა, ხო და ხელს არ გისმე. შეისახე აკეთე. ხო წესია რა დაგო. აწყნა. რატო იკა, რატო იჭერთ ამათ, რატო ვერ გავიგე. ავიდა დანაყოფში.
მათანი მოქალაქეები არ არიან ცოტა მოეკეცეთ ნორმალურად. ნამდვილად ვერ მოგესალმებით ასეთ მოქცევაზე რა. თქვენი უფროსი ვინ არის? ვინ არის აქ უფროსი? ეს რა შეხედავ? ჟურნალისტი ვარ და მაინტერესებს. უფროსი ვინ არის? არიცით? რის საფუძველზე დაიჭერეთ ეს ტიპები? რატო? მართლა მშვიდობიანი დემონსტრაცია, რატო დაიჭერეთ? მშვიდობიანი დემონსტრაცია გზაზე არ დადის. მათ როგორ არ დადის პირველი დემონსტრაცია არ გზაზე? შენი ჭირი. გადავწამდი. გამოდი რა, გამოდი. მეც დამიჭერდით? რომ მეც დამიჭერ? და საზოგადოების წესით საზოგადო ვარ ემორჩილება პოლიციებს. ვინ არის მე? ჟურნალისტი ვარ. და რა დამაშილება გქონდა? მშვიდობიანი დემონსტრაციის ჩაყრა ესე ბანკანებში პოლიციის დარღვევა არ არის? Ani, სადა? არ დაემორჩილე? ხო, დავემორჩილეთ, მაგრამ რამდენად შევძოთ მე შევიცვალ. რამდენადაც მითხრეს რომ დაგიწყიათ პოლიციელებში ჯგუფი და ასე. არა, პირველად პროვოკაცია წავედი პოლიციას. ჩაიყო. რაგადი და გაწაიგე. აი, ცხელი წერტი. მე იმიტომ გავარტო შენ. ხო და მეც იმიტომ გავარ მე ჟურნალისტი. რა გადაიგო და ხელი გამიშვა. აკედა გადაიგო. არა დავშვიდა გუგინები. მუშაობაში ხელს რატომ მიშლი? ჟურნალისტებს ხელს რატომ მიშლი? როგორ არ მიშლი მიჭერ? აბა ეს რა არის? გამშვიდა. რა გადავიღოში მე მიშვი? იქ არ მიყო. რა თქვი არ მივარ? რა უფლება გაქვს? რითი მაკავებ? რა უფლებით მაკავებ? არა კავს არავინ დაწნარდი. რა უფლებით მაკავებ? მითხარი. დაწნარდი. დაწნარდი. რატომ მაკავებ? მითხარი, წყლავდი ხები, ოღონდ რატომ მაკავებ? გადაიღეთ რა მიგიდა. რატო არ მიშვი? გადაიღეთ თუ კიდე არ მიხვიდი ახლა. რატო? რატო არ მი? როგორ გადავიღო? ჟურნალისტი ვარ. კიდევ ვერ შენიშნავს მოგცემ და დაგაკავე. ვერაფერს ვერ მიხარ, კიდევ ერთხელ აგები შუაგზაზე და დაკავდეთ. როგორ? რა ის საკუთრებდა დამაკავებ? რის საკუთრებდა? გადაიღო. რის საკუთრებდა დამაკავებ? გადაიღო. არ უნდა დაკავდე. იმან არ ვიცი. დაგეკავრო. შორად იყავ. არ დაკავებ თუ დაარღვევ წეს. რა წესრიგ თქვენ არ აღმოწესრიგ? რა მუშაობ? რატო? რა რის საფუძველზე მეუბნები მაგას? რა მე რომ მიშლი ხას არაფერი? მე ხელს რატო მიშლი? მომისმინე ეს ისლის დაწნარდი. კი მიშლი. არ მიშლი. დაწნარდი დამშვიდი. მომისმინე ეს წუთი მომისმინე. ჩვენ არ შეგვისალოთ ხელი. შენ მე ხელს რატო მიშლი? ჩემი საქმის გაკეთება. საზოგადოებრივი წესრიგი. როგორ? ვიმოქმედეთ ესე იგი. თქვენ უაფერხებთ აქ მოძრაობას რა არის? არა უნდა გიშლის. გადაიღე. გზას არ გამიხვიდე. გზას არ გამიხვიდე. არა, ვის საფუძველზე? სახეები დააფიქსირე. რომელი? რომელსაც ფორმა არ აცვია და პოლიციის ეცა კანონმდებლობა მითხარით რომლის საფუძველზეც? არა, რომლის საფუძველზე თქვენ მიშლით აქ გზაზე გადასვლას? მაინტერესებს ჟურნალისტი. როცა არის საგანგებო მდგომარეობა. ეხა არის თუ არის საგანგებო მდგომარეობა? არის თუ არა? ეხა საგანგებო მდგომარეობა. არის ეხა. მე გახლავარ მეცხოვნების თავმჯდომარე. დიახ. რა პრობლემებთან გაქვს საქმე მაინტერესებს. მე ჟურნალისტი ვარ და ხელს მიშლიან ჟურნალისტურ მუშაობაში. აი არ მიშვებენ. მუშაობაში ხელს მიშლიან, ნახეთ და მიხვდებით. აი როგორ ეს გავჩერდეთ ხალხო აქ ტროტუარზე. გადმოვიდეთ ტროტუარზე. ზიდან გადმოდი. გადმოვიდეთ გეხვეწებით ხო? გადმოდი. სავალი ნაწილი არ ვიდა. უბა. სასწაულს. დაუჭირე. არა. აი გატიტვიდა. მეგობრებო! არა. გადმოდით სავალი ნაწილიდან. მეგობრებო, გადმოვიდეთ სავალი ნაწილიდან. დისტანცია პოლიციისგან. გადმოდით ტროტუარზე. ზიდან. ხალხო გადმოდი. ჩას, გავჩერდეთ არ გვინდა.
ეკონომიკის სამინისტროსთან მიუხედავად ყველაფრისა, მიუხედავად წინააღმდეგობისა, მცდელობისა, რომ ეს დღე ბოლომდე არ შემდგარიყო. მიუხედავად სირთულეებისა და გარკვეული ტიპის შეცდომებისა, აგეგმილი მანიფესტაცია შედგა 1 მაისი შედგა შრომელთა უფლებების შესახებ. რომ არსებობს განსხვავებული შეხედულება, განსხვავებული დამოკიდებულება შრომელთა უფლებების შესახებ და ამ უფლებების დაცვის სადარაჯოზე, ამ უფლებების დაცვის ავანგარდში გავართ ჩვენ სტუდენტები. თავისუფლება, თანასწორობა, სოლიდარობა! თავისუფლება, თანასწორობა, სოლიდარობა! თავისუფლება, თანასწორობა, სოლიდარობა! შრომის უფლებების იცავს და სტუდენტების ოდნავ აგრესიულად განწყობილი ჩვენი აქტივისტები ამავდროულად ჩვენ თვალწინ სრულიად უდანაშაულოდ აიყვანეს ის ადამიანები, რომლებიც მხილებული იყვნენ მხოლოდ ერთ რამეში, რომ ისინი იყვნენ ამ აქციის ორგანიზატორები. ეს არის მიუღებელი, ეს აფერხებს იმ პროცესს, იმ მიმართულებას, საიდანაც გვინდა რომ ჩვენი სახელმწიფო განვითარდეს.